იმდენჯერ ვიკატავე ამ ბაიკზე უკვე, მაგრამ ვერასდროს ვერ მოვახერხე ვიდეოს გადაღება, ასე რომ ეს კიდევ ერთხელ მომეცა შანსი ამ ბაიკის ტარების, აი ბილი ჩემსაც შემოაჯდა ეგრევე. ასე რომ ახლა მოგიყვებით თუ რას გავს MT-09-ის ტარება. ამ სარკეებში რას ხედავს წარმოდგენა არ აქვს. Вообще გინთხონია გინდა რა არის ეს. არა იდგავს ბაიკი აშკარად. Ну, იდეაში ეგრე 100-110 მილის ზემოთ უკვე დინამიკას კარგავს ეს ბაიკები. ამ ბაიკს უარსები დაახლოებით 120 ცხენის ძალამდე აქვს. იმის მეტი უკვე აღარ მიდის, ასე რომ ეს გასათვალისწინებელი. ბიჭოვის ამბავია რა, ეხლა ცოტა სპორტული პოზიციიდან naked bike-ზე რო ჯდები, დიდი სხვაობა. რაღაცა დრო გჭირდება მიჩვევისთვის. არა, Yamaha საღოლ რა ძალიან მაგრად გამოასწორეს ეს ძრავი. არ ვიცი რა უკნეს, მაგრამ ძველ MT-09-თან შედარებით და ძველ XSR-თან შედარებით ბაიკი არის უმარტივესი სამართავი. ანუ გაზის სახელური აქვს, ძალიან კონტროლირებადი, რომ გახსნი იცი სად აქვს. ძველ ბაიკზე RPM-ი იყო ყველგან. დახტოდა წინ და უკან და ესე ჯერკებს აკეთებდი, ძალიან რთული იყო რომ დაგეჭირა რა. მოსახვევით ძალიან კარგად უჭირავს. არა რა, კაი ბაიკია. მუხრუჭებით მშვენიერი, კი რაც ჩემ ბაიკთან შედარებით მუხრუჭები მოიკვეჭლებს ცოტა, მაგრამ naked 900 კუბიანი naked ბაიკისთვის იდეალურია. თან არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემ ბაიკზე კლაჩი არის ძალიან მძიმე. ატყობა რა ვიცი. quick shifter-ი რახან გაქო, ეგეც გეყოფაო, კაი quick shifter-იო და კლაჩი არის ძალიან მძიმე. აქ აი რა ვიცი, ძალიან მაგარი კლაჩი არის. ბილი, ადვილი დასაგდები, ტვილიზე ამოყვანის დროს ძალიან სასიამოვნო სატარებელი ბაიკი. კი არა აქვს ის ფლატ სპორტული ხასიათი თავისთავად, მაგრამ ეს ხულიგნური ხასიათი აქვს, უნდა რომ უკანა ბორბალზე დაგაყენოს ყოველი აჩქარების დროს. ამ ბაიკზე მოსახვევს ძალიან კარგად გზნობს, suspension-ი არ ვიცი, შეიძლება ბილის აქვს ესე კარგად სეტაპი გაკეთებული. ერთდროულად რბილიც არის და ამავდროულად არც გაბურთავებს ახლა რომ მიდიხარ ესეთ გზებზე. ამიჯერად ეს გზები ვიდეოზე თუ ჩანს ძალიან ლამაზი და გლუვი, აი ესეთი ოღროჩო გზა არის და კაი suspension-ი თუ არა გაქვს, ან ვილის კეთების დროს, ან სწრაფი სიარულის დროს ამოგაყირავებს უეჭვენ. ხმაც, აი რავი. 3 ცილინდრიანი ძრავების ხმა შემიყვარდა, რასაც ქვია რა. აუ, რა ადვილია ამ ბაიკზე ფეხზე აწევს. Sounds amazing, isn't it? Yeah, I know. რა кай ხმა. რა кай pops and banks აკეთებს რომ upshifts რო აკეთებ, რა მეგარი რა. აი, იდეაში, მოდი ახლა ემოციების გარეშე ცოტა დავწყნარდეთ და ემოციების გარეშე ჩამოვაყალიბებ აზრს ამ ბაიკთან დაკავშირებით. ბაიკი იმართება ძალიან კარგად, ძალიან დიდი სხვაობაა წინათაობის MT-09-თან შედარებით. Suspension-ი აქვს ჩემ წონაზეც კი ძალიან კარგი, რბილი, დინამიური ძრავი, აი რა ვიცი რა. არ ვიცი ეს გეომეტრია ბაიკის, მართლა ეს CP3 ძრავის ამბავია თუ რა არის, მაგრამ ეს
ეს თორქი და ეს შეგრძნება, რომ ბაიკს ყოველთვის უნდა რომ უკანა ბორბალზე დაგაყენოს, არის რაღაც საოცრება. ჯდომის პოზიცია ერთადერთი რასაც დაუწუნებ ამ ბაიკებს, აი ცოტა ჯდომის პოზიცია, რაც თითქოს სუპერმოტო სტილში ზიხარ. ანუ წინ არანაირად არ ხარ გადაწეული, არანაირი სპორტული პოზიცია არ არის. პირიქით რაღაც ფეხები უცნაურ პოზიციაში გაქვს, როგორც სუპერმოტოზე. მაგრამ ადვილი მისაჩვევია იდეაში. და აშკარად ეს რაიდერების გრუპა, ვისაც დღეს შეუერთდით, ძალიან ნელა მიდიან, აი რა ვიცი. მინდა რომ წავიდე ცოტა გავასწრო, მაგრამ რავი, მიღოღავენ რასაც ქვია, ეს რა არის რა. Come on. წადით ცოტა. და კიდევ ერთი რამ, ამ ბაიკის ყველაზე მაგარი რამ, რასაც ახლა არ ვიყენებ, ეს არის ელექტრონიკა. მაგალითად, ამ ბაიკზე რომ დავაყენოთ ანტივილი level 1-ზე, გაძლევს საშუალებას, რომ აგრესიული აჩქარების დროს, ან თუნდაც კლაჩის დაგდების დროს, ბაიკი ცხვირს აგაწევინებს დაახლოებით არ ვიცი, 35-40 გრადუსამდე, რავი. და აი ეგრე უჭირავს, თუ ძალიან არ გადაატრიალე გაზის სახელური და ძალიან არ გახსენე, ანუ თუ დაუჭირე რაღაცა მომენტი რა, აი ზუსტად ესეთ პოზიციაში ყავხარ და აი იდეალურია, რავი, ძალიან მაგარი რამა. ბილის ნერვებმა ვეღარ გაუძლო უკვე. და მეც უკვე ვეღარ მიძლევს მართალი გითხრა, ამათ შემყუდვა. წადით გაასწარით ვიცი. ნელა გოგო რა შვი. რასა გოგო რა შვი. მინდი გაასწარ, წავიდა. კარგი ხარ, წადი. აჰა, კამერა. შავანელოთ. იდეაშია ესეთ სტრაფრაიდზე არავის არ ჩამორჩები ამ ბაიკს. რა, ენახე მოსახვევში შედის ძალიან საკაიფო. ახლა ჩემს წინ მიდიან S1000 არ არის, Kawasaki H2SX-ი, 200 ცხენი ძალიანი ბაიკებია და ესეთ გზებზე ახლა ძალიან გამოსტილი რაიდერები თუ არ არიან და მართლა თუ არ წურავენ თავისი ბაიკიდან ყველაფერს, დიდად არ ჩამოუვარდები აშკარად რა. არა, ბაიკი კარგად მიდის და suspension-ი რა, კაი suspension-ია, ბიჭო, მაგრად გამაგდურვა suspension. კაი რეის, რა შვები, აბა. რიზის უკან სიარული არის მაგარი საშიში. ტიპი არის 150 კილო და ბაიკს ატარებს, რომელიც 270 კილოა. არაში მაგის ბორბლის ქვეშ რაც ხდება, გესურის ტყვიასავით. მაგარი აპასნი ტიპია. პარტივად მანქანა გამოდის. შეიძლება ძალიან შორიდან ასეთ სიჩქარით რომ მივდივართ, შეიძლება ვერ დაგვინახოს და просто გამოვაჭროთ რა. ეგ არის ყველაზე საშიში. მე რა იტყვიან რომ აუ ხომ მოვდიოდიო, უნდა გამოეხედაო. შენ ეგეც უნდა გაითვალისწინო რომ მიდიხარ 170-180 კმ/სთ. იმ სიშორეზე ხარ რომ ვერ ხედავს. ხმა ესმის და ვერ ხედავს ტიპი. ახლა მანქანის მძღოლების გაითვალისწინეთ და არა, არც ისე ადვილია როგორც გონიათ. აჰა, ეს უკანა ცნობი ადგილი. არა, რაც კაია, ყოჩახ. მაგარი ბაიკია და. თან გამოიყურება ასევე, ხა შეგახედებთ გვერდიდან. გამოიყურება საკმაოდ სექსუალურად. შეხედეთ, ხო, მივის ეგზოუსტი. არა, მაგარ ვიძია ბაიკი რა, ძალიან მაგარი რამე. რავი, ამაზე მეტი რა შეიძლება ინატრო ესეთი ხულიგნური
რაიდებისთვის მეგობრებთან ერთად ძალიან მაგარი რამეა რა.